საღამომშვიდობის მადლობა ბატონო ნიკა რომ იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მე ხალხ ხედავ რომ თქვენ პარტიის ოფისიდან გვერდთვებით, ანუ ეს იმას ნიშნავს რომ ჯერ ისევ ხართ პარტიის ერთ-ერთი ლიდერი? მოგესალმებით, მადლობა მოცემული შესაძლებლობისთვის. მე მესმის ჟურნალისტების, მათ შორის თქვენიც, რომ ვეძებთ პროფესიულად დასაფასებელია, რა თქმა უნდა, სკანდალს იქ, სადაც ხშირად არის სკანდალი, მაგრამ სადაც ზოგჯერ ხშირად არ არის სკანდალი. ამ შემთხვევაში არ არის ის, რაც შესაძლებელია მავას ეგონოს. ეხლა ასთა სხვადასხვაობა კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით არ ნიშნავს, რომ მე მაგალითად ადამიანი, რომელიც ნაციონალურ მოძრაობას 2014 წელს, საერთოდ პოლიტიკაში ჩავერთე 2014 წელს ნაციონალურ მოძრაობაში, მაშინ როდესაც გახსოვთ, ნაციონალურ მოძრაობა იყო გაცილებით სუსტი, რბილად რომ ვთქვათ, არ იყო საუკეთესო ფორმაში და ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან დიდი რწმენა იყო ბიძინა ივანიშვილის მიმართ და მე ჩემი მეგობრებთან ერთად, 10,000-ობით ხარდაჭერებთან ერთად ვფიქრობ, ძალიან დიდი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ დღეს ნაციონალურ მოძრაობა არის განახლებული მზარდი პოლიტიკური გაერთიანება და მე მგონი არ ყოფილა არც ერთი დღე, რომელსაც ჩაუვლია ჩემთვის ბრძოლის გარეშე სხვადასხვა ფორმატებში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ბატონო ეს გასაგებია რომ 2012 წლის შემდეგ ხართ და პარტიაშიც იციან თქვენი ღვაწლი, მაგრამ ეს მოსაზრება გაჩნდა კვირა საღამოს შემდეგ, მას შემდეგ რა თქვენ გააკეთეთ განცხადებები, ხო? და პირველ რიგში როდესაც თქვენ გქონდათ კრიტიკული პოზიცია, მიხეილ სააკაშვილის პირველი კომენტარი მოხდა, ვინც ასეთ განცხადებებს აკეთებს და არ იზიარებს სანდრას პოზიციას, ბიძინა ივანიშვილის თამაშს თამაშობს. ანუ რა მოდის თქვენ რომელიც 2012 წლის შემდეგ შეუერთით პარტიას იყო დასუსტებული და როგორც თქვენ ამბობთ რომ ბევრი რამე გააკეთეთ პირდაპირ ამბობს რომ თამაშობთ ივანიშვილის თამაშს ეს როგორ უნდა აღიქვას საზოგადოებამ ვერ დავასრულე ის აზრის დასრულებაც მინდოდა ნამდვილად ავაპირებ შუა გზაზე მივატოვო ბრძოლა და ამით გავახარო მოწინააღმდეგეები გავახარო იზალა რომელიც მიმაჩნია ჩემ მთელი ხმარწმენით რომ ძალიან მალე უნდა ჩამოშორდეს მართვის სადავებს ვინაიდან ქვეყანას რეალურად ვერ ანვითარებენ პირიქით კი ბატონო ანვითარებენ მაგრამ არა წინანამედ უკან და არ ვაპირებ რომ 2019 წელს 2020 წელს გავუკეთო აი ესეთი დიდსულოვანი საჩუქარი ბიძინა ივანიშვილის გუნდს ამიტომ ვარ იქ სადაც ვიყავი მეგობრებთან ერთად და ხარ ჩვენს გულშემატკივრებთან და 100,000-ობით საქართველოს მოქალაქესთან ერთად ვისშიც არის დაულოკებელი სურვილი რომ ხელისუფლება შეიცვალოს. რაც შეეხება თქვენ კითხვას, არ ვიცი რა მგონია ეს ყველაფერი ჩვენთან დაკავშირებით ეთქვა ციტატა რომელიც თქვენ მე წამიკითხეთ ახლა, ხო? დიახ. მე მგონი რითიც დავიწყე იმას გავაგრძელებ სკანდალი არ უნდა ვეძებოთ იქ სადაც არ არის. კი ბატონო, ასა სხვადასხვაობას მეკითხებით, რა თქმა უნდა არის. ნიკამელი არასოდეს არ ყოფილა აქციების წინააღმდეგი, ხა და ვინმე თუ აქცია ჩაუტარებიან, ვინმე ყოფილა წინა ხაზზე ამ წლების განმავლობაში, მე მგონი ძალიან კარგად ვიცით, ხო ერთ-ერთი ვიყავი მე პირიქით ვამბობ და ყოველთვის ვამბობდი რომ აქციები არის მნიშვნელოვანი, წვავი აქციებიც არის მნიშვნელოვანი ყოველდღიურ რეჟიმში მათ შორის ამ ფორმატშიც უნდა ვებრძოლოთ მოწინააღმდეგეს საკრებულოების სხვათა დარბაზების ფორმატშიც საპარლამენტო დარბაზში და ასე შემდეგ. მაგრამ ერთი ჩემის აზრით მნიშვნელოვანი განსხვავებაა და დარწმუნებული ვარ ამას პოლიტიკურ პარტიაში ჩვენ აუცილებლად საუკეთესოდ შევაჯერებთ სხვადასხვა პოზიციებთან ხედველობაში. ერთი არის რომ პატარა მომცრო ზომის საპროტესტო აქციები ყოველდღიურ რეჟიმში რაც შესაძლებლობას იძლევა რომ ხელისუფლება ამყოფო პრესინგის ქვეშ და მეორეა როდესაც კონკრეტულ თარიღს დავკიდებთ და ფართო მასშტაბიან აქციას ვმართავთ დედაქალაქში. მაშინ როდესაც ჩვენ ვართ უკვე დასკვნით ეტაპზე ფინიშის სწორს და ვფიქრობ რომ შორს არ არის ის დღე როდესაც ივანიშვილი დამარცხდება არ გვაქვს უფლება შეცდომის დაშვების. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები და შეცდომები არ დაუშვათ. შეცდომა რა არის? აქციებია შეცდომები. თბილისში აქცია, დიდი აქცია, არა დავასრულე, ბატონო შეიძლება დიდი აქცია, ფართო მასშტაბიანი, ეხლა ფართო მასშტაბიანში რას გულისხმობ, ხო? ჩაგვიტარებია, ბევრია ჩაგვიტარებია, ხო? უკანასკნელ წლების განმავლობაში. აქცია ფართო მასშტაბიანი თბილისში უნდა ნიშნავდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი მარცხდება.
არ შეიძლება თბილისში შევიკრიბოთ ჩვენ და იქნება ეს რუსთაველი თუ შუშის სასახლე და ბიზინა ივანიშვილი კვლავ მომდევნო დღეებში იყოს ხელისუფლებაში. არ შეიძლება ფუჭი გასროლები განვახორციელოთ. კონკრეტული დღისთვის, კონკრეტული აქციისთვის საჭირო არის წინა მოსაზრდებელი სამუშაოების გაწევა, რასაც ჩვენ მეტნაკლებად წარმატებით ვახერხებთ და უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებში. არის უამრავი საქმე, კიდევ უფრო მეტი მუშაობა საჭირო ამორჩეველთან ჩვენის მხრიდან და სათვალ-სათვალს რა თქმა უნდა ჩვენ გვჭირდება გაძლიერება და ჩვენი შესაძლებელია სისუსტე ამა თუ იმ ხა სოფელში ან ქალაქში არ უნდა დავაბრალოთ მოწინააღმდეგეს უძლეველობას. ეხლა როდესაც არჩევნები როგორც ასეთი, როგორც კომპონენტი არის მნიშვნელოვანი და მე ვერ წარმომიდგენია პოლიტიკური პროცესი არჩევნების გარეშე და ზოგადად რევოლუციებს არ აანონსებენ. რა მიშა სააკაშვილმა დაანონსა 2003 წელს რევოლუცია, წინსვლებად იცით რა ეხლა პირობითად ვამბობ 27 არ ვიცი ხა ივნისის საღამოს 7 საათზე მოხდება რევოლუცია, ხო ეს გაუგებარი არ ხდება ასეთი რაღაცა. ის უარყოფითი მუხტი, რომელიც საზოგადოებაში არის 100,000-ობით, მართლა მათ შორის 100,000-ობით ყოფილი ქართული ოცნების მხარდაჭერი, რომელმაც აბსოლუტურად გულახდილად შემოხაზა ბიზინა ივანიშვილის პარტია 2012 წელს ნაწილმათგანმა 2016 წელს. დღეს არის დაუოკებელი სურვილის მატარებელი, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. ეს არის ფაქტი, ეს არის მოცემულობა, ამას ვერ გავექცევით და ვინ არის ალტერნატივა? ალტერნატივა არის ოპოზიცია და როდესაც საუბრობენ ნაციონალურ მოძრაობაზე, გულისხმობ რა თქმა უნდა გაერთიანებულ ოპოზიციას, როდესაც საუბრობ გაერთიანებულ ოპოზიციას, გულისხმობ მთელ ოპოზიციურ ასე ვთქვათ სპექტრს, ჩვენ მაქსიმალურად უნდა ვიყოთ ერთმანეთთან კოორდინაციაში, რომ აი ეს ოპოზიციური მძლავრი, მზარდი მოძრაობა არ დავაზიანოთ, იმიტომ რომ კვირის შემდეგ კონდათ თუ არა სანდრა რულოვსთან, აი ახლა რაზეც საუბრობთ ამ თემებზე შეხვედრა და კომუნიკაცია. არა, მე არ მქონია, ჯერ სანდრასთან არ მქონია შესაძლებლობა შეხვედრის, ვინაიდან სანდრა იყო ზუგდიდში არ გახდით, თუმცა რა თქმა უნდა, ეხა ჩვენ სხვა ლიდერებთან ერთად, მათ შორის სანდრასთან ერთად შევიკრიბებით და შევაჯერებთ ჩვენ პოზიციებს ისე როგორც შეგვიჯერებია და კვლავ გავიმეორებ. არ ნამდვილად არ ვარ მოწადინებული იმისათვის, რომ გავახარო არა მხოლოდ ქართულ ოცნებაში ადამიანები განხეთქილებით მთავარ ოპოზიციურ პარტიაში, მათ შორის არ მინდა გავახარო რამდენიმე, მადლობა ბევრი არ არიან, თუნდაც ოპოზიციურ ორბიტაზე რიგი პოლიტიკოსები, რომლებიც ალბათ დიდი სიამოვნებით ხელებს იშვენებენ, რომ ის კონფლიქტი, რომელიც მოგონილია ხა ჩემსა და სააკაშვილის შორის, იყოს სახეზე და იქნება რაღაცნაირად განხეთქილება. მე თქვენს ციტატას წაგიკითხავ. თქვენ ამბობთ, მოგონილია კონფლიქტიო ამბობთ და უბრალოდ მინდა დავაზუსტო. ისე არაფერი იწევს იმედგაცრუებას, როგორც გულზე მჯიღის ცემა, რომ ახლა მოვალ დედას გიტირებ და არ მოდიხარ. გამოვა ხალხი ქუჩაში და ამას არ ვაკეთებთ. ეს არ შეიძლება. ეს არის თქვენი ფრაზები, ხო? თქვენ იყავით იმაში ოდესმე დარწმუნებული, რომ სააკაშვილი რასაც ამბობდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნის დროს და რასაც ამბობს, რომ იმას გააკეთებდა და ის ჩამოვიდოდა, ეყოფოდა ამის გამბედაობა, რომ დამდგარიყო თქვენთან ერთად და ჩართულიყო ამ პოლიტიკურ პროცესში? მიხეილ სააკაშვილი სამწუხაროდ არის ჯერ კიდევ პოლიტიკური დევნილი და სულაც არ არის ახლა უცნაური თუ ვიტყვი, რომ შე შემთხვევაში აქ ადგილზე მე მეგობრებთან ერთად უკეთესად ხედავთ კონკრეტულ მოცემულ, ასე ვთქვათ, დღეს ვითარებას და ვაფასებთ, ვიდრე ადამიანი, რომელსაც არ ეძება შესაძლებლობა იყოს იქ, სადაც უნდა იყოს. ამიტომ ეხა კვლავ მივიდოთ 100 სხვადასხვაობამდე რა, კი ბატონო, გასაგები ნაციონალურ მოძრაობა გულახდილად მინდა გითხრათ, შეცვლილია ამ უკანასკნელი. ზოგადად პოლიტიკური პარტია ყალიბდება ოპოზიციაში. ნაციონალური მოძრაობა, როდესაც შეიქმნა მიხეილ სააკაშვილის ლიდერობით და მიხეილ სააკაშვილმა შეიქმნა და არის დამფუძნებელი და ლიდერი ამ პარტიისა, ხო? 2003 წლამდე რა, 2 წელი იყო ოპოზიციაში, ძალიან მალე მოვიდა ნაციონალური მოძრაობა ხელისუფლებაში და როგორც ჭეშმარიტი პოლიტიკური პარტია, როგორც ასეთი ვერ მოაესწრო ოპოზიციაში, რომ შედუღავებულიყო ყველა რგოლი.
7 წლის განმავლობაში აი ზოგი ჭირიმარგებელია და ყველა უარყოფით ასე თქვათ მოვლენას აქვს თავისი პლუსი. პარტია ნამდვილად ჩამოყალიბდა რეალურ პარტიად და ეს არის დიდი უპირატესობა, რომლის პოზიტიურ შედეგებსაც ჩვენ მოვიმკით, როდესაც ხელისუფლებაში მოვა სხვა ოპოზიციურ პარტიებთან. ვინ იღებს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ გეგმებზე, როდის რა გააკეთოს პარტიამ? დღეს ვინ იღებს გადაწყვეტილებას? ამაზე საუბრობ, დიახაც პოლიტიკურ პარტიაში გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტიკური პარტია, ნაციონალური მოძრაობა, შესაბამის მმართველობის რგოლში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილები აუცილებლად აქ უნდა მივიღოთ და აქ მივიღებთ ზოგი გადაწყვეტილება ექვემდებარება ხშირ შემთხვევაში რევიზიასაც, ესეც არ არის პრობლემა, მაგრამ ყველანი თანხმდებით ერთ მარტივ ჭეშმარიტებაზე, რომ ჩვენი მიზანი რა არის და დეკლარირებული ხო ამოცანა დავამარცხოთ გუნდი, რომელმაც ქვეყანა დაწია უკან, ბიძინა ივანიშვილი და ჩემი შეფასებით არის დანაშაულებრივი ხელისუფლება, რომელიც ყოველდღიურად ჩადის მართსაწინააღმდეგო ქმედებებს და ზუგდიდშიც ვიხილეთ ეს ყველაფერი, ხო? ეხლა მე ესეთი რაღაცა არ მინახია, ყველა სამხარეო პოლიცია, კახეთის სამხარეო პოლიციის უფროს და მის მოადგილეს და გურიის სამხარეო პოლიციის უფროს და მის მოადგილეს და ასე შემდეგ. რა უნდათ იქ? და აი მთელი ნაციონალური მოძრაობაც იქ იყო, ხო? და მეთანხმები თამაშით სრულიად მობილიზებული იყო პარტიის. ვაპატიეთ, გენაცვალეთ. ხო, მაგრამ რა ხელა სხვაობა ნაციონალური მოძრაობა სად უნდა ყოფილიყო? დიდი ნაწილი ვიყავით ზუგდიდში, ახაც ნაწილი ვიყავით ზესტაფონში, მაგრამ განსხვავება არ არის ეხლა ოპოზიციურ პოლიტიკოსსა და სამხარეო პოლიციის უფროსს შორის, რომელიც ესეთ რიგით უნდა იყოს კახეთში, ნუ კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსი და გურის და ასე შემდეგ. და არჩევნების დღეს რამდენიმე საათის განმავლობაში ამოდგენ სპეციალური ტექნიკა იყო მობილიზებული ჩვენ საარჩევნო შტაბთან, სანდროლოს საარჩევნო შტაბთან, რომ სიგნალი ყოფილიყო დახშული. იქიდან შეუძლებელი იყო პირდაპირ ტრანსლირება და მათ შორის სატელეფონო პირდაპირ ეთერში. ყოველ შემთხვევაში არა, ესეც ხო დეტალება, ამას ვინ ჩივის. მაგრამ ჩვენ რა საუბრობთ, ვინ იღებს გადაწყვეტილებას თქო, როდესაც გეუბნებით, ანუ რას გულისხმობ. თქვენ ამბობთ, რომ სულ თავისუფლად შეგვეძლო, რომ ეს არჩევნები გამოგვეტოვებინა, ანუ რეალურად რა გამოდის პოლიციის თავმჯდომარეს სხვა ლიდერებმა არ მოусმინეს? როგორ ხდება ეს? არა, როგორ გეკადრება? მე სხვა რა ვიგულისხმე, მაშინ როდესაც ამას ვამბობდი, რაც თქვენ ახლა მე წამიკითხეთ. არ არის საუკეთესო ასე ვთქვათ, საზომი თვითმმართველობის არჩევნები, მით უფრო თვითმმართველობის შუალედური არჩევნები, ხო? და თუნდაც საპრეზიდენტო არჩევნები არ არის, არ ვერ გამოდგება საუკეთესო საზომად, რომ რეალური სურათი დავინახოთ, ვის რა ხარდაჭერა და ძალთა ბალანსი როგორი არის. აი მომდენო საპარლამენტო არჩევნები ნამდვილად იქნება ასეთი. მე ვამბობდი, რომ ეს შუალედური არჩევნები ხელისუფლებისთვის წარმოვიდგინეთ, ერთი შეხედვით უნიშნელო უნდა ყოფილიყო, საერთოდ ციებს ხელება არ უნდა ყოფილიყო. შეიძლება ვერც კი გაიგო ხა თბილისსაც, ქუთაისსაც, რომ არჩევნები არის მაგალითად ზესტაფონში, ხო, ან სხვა, მაგრამ იმდენად შეშინებული არის ხელისუფლება მარცხით, პოტენციური მარცხით ნებისმიერ ოლქში, რომ მთელი რესურსი, ასეთ ადმინისტრაციული, დანაშაულებრივი, ფულადი მოახმარა, რა არ გააკეთა, ხო, აღარ ჩაუღრმავდეთ, იმიტომ ყველამ ძალიან კარგად ნახეთ, ხო, აი რაც შეიძლება მოიგონო, ყველაფერი იკადრეს. და 50%-ს ძლივს გადაცენ. ეს რას გვაფიქრებიებს? რა გვაფიქრებიებს? კაფიოთ, რომ ხელისუფლება ითვლის უკანასკნელ თვეებს, შეუძლებელია რა. ხო, მაგრამ თქვენ ხო ამბობთ, რომ მტკიცებულებები არის საჭირო, რომ არჩევნები გაყავდა ან გაჩვენდით, ხო? დაახლოებით ასეთი პათოსით მიმართეთ ზუგდიდიდან მოსახლეობას და ერთ-ერთი ტელეეკრანიდანაც კი გაგიყვანეს, ბატონო ნიკა. ამ სიტყვების შემდეგ იმდენად მოულოდნელი იყო თქვენი ეს განცხადება. არა. მტკიცებულებები, რა თქმა უნდა, იდება, მე გულისხმობ, რომ მოდესაც 5000 ჩვენ წარმომადგენელი ვიყავს დამკვირვებელი, ეხლა საარჩევნო ყუთიდან ყველა ის ხმა იქნა დაცული, რომელიც საარჩევნო ყუთამდე მოვიდა. მაგრამ რა ხდებოდა საარჩევნო უბნებს მიღმა? ენი დაღუწერელი, საარაკო დანაშაულებრივი ქმედებებს ჰქონდა ადგილი, რაც პრინციპში იყო რა დეკლარირებული, მოვისმინეთ, ამის შესაძლებლობა ჰქონდა საკრებულოს ქართული ოცნების წევრის მხრიდან გეგმის თაობაზე, როდესაც საუბრობდა ქართულ ოცნებაში რა გეგმა გვაქვს, დავაშანტაჟოთ, საარჩევნო მაქსიმალური ტერორი, მოსყიდვა, მუქარა და ბოლო-ბოლო ამანაც თუ არ გაჭრა
ამანაც თუ არ გაჭრა, გატაცებაზეც არ უნდა თქვათ უარიო და ახლა მე პირადადაც მეგობრებთან ერთად, ანი წიწლიძესთან ერთად, თინა ბოკუჩავსთან ერთად ერთი ფარატინა განცხადების შესატანად შევედი საკრებულო შენობაში, სადაც უნდა ჩამებარებია და ამერეგისტრირებია განცხადება, გამოსულიყავი და მედიასთან გამეკეთებია კომენტარი და კანცელარიის ოთახში ეხა საიმისი სამეგრელო სამხარეო პოლიციის უფროსი შემოვარდა. ხო, ეხა წარმოვიდგინეთ, რამდენად პოლიციურია, რამდენად დისკრედიტირებულია მთლიანი საარჩევნო პროცესი, რომ არც კი მალავენ საკუთარ ასე თქვა ზრახებს და პირდაპირ ამბობს, რომ დიახაც მე ვარ სამხარეო პოლიციის უფროსი, წარმოვიდგინეთ გახარიასი და ვარ არჩევნებში ჩართული, არც ერიდებიან რა. მოსყიდვის ფაქტი რა, ძალადობის ფაქტები ერთ დღეს სამი ძიმე დანაშაული, ხა დადიანების სასახლეს მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაც გააკეთეს, ხა რაც დავინახეთ და ყველა დანაშაული ხო არ ხდება ობიექტივში. ამიტომ ხა მე მგონი იმაზე რომ მტკიცებულებები არ არსებობს, რომელიც არსებობს და თქვენ ეთერშიც ალბათ მოხდებოდა, არ არის სწორი შეფასება. მე გულისხმობდი, როდესაც ზვამობდი რომ მტკიცებულებები დაიდოს უბნებზე, როგორც ასეთი არ ყოფილა ჩვენი საუბრის ბოლოს ჩვენი დამკვირვებელი არის უბანზე და თვალს უჭავდა. იქ დავიცავით, მაგრამ დაშინებით, როდესაც ინიციალებს ადებენ ბიულეტენებს, საჯარო მოხელეები, როდესაც რაღაცა ფიგურებს ხაზავენ, ნიშნად იმისა, რომ მათ შეასრულეს ასე თქვათ დანაპირები ბჭყალებში, რა თქმა უნდა, რომელიც ტერორის შედეგად გასცეს და შემოხაზეს 51, ბუნებრივია ეს რა გაყალბება იქ არჩევნების დღეს კი არ ხდება. გაყალბება ხდება არჩევნებამდე რამდენიმე დღით. ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, ბატონი, ხომ არ გაქვთ ინფორმაცია, როდესაც ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ თქვენი პარტიის ორი მხარდამჭერი ქალბატონი საუბრობდა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მოიგებენ თუ წააგებენ, რომ სიტუაცია ადუღდეს. ამის პარალელურად ქალბატონი სანდრაც ამბობს, რომ თუ საჭირო გახდება ივანიშვილის წინააღმდეგ ავიღებ იარაღს და ეს იარაღის შემდეგ მან განმარტა, რომ იქნება ხალხში. ეს ყველაფერი როგორ უნდა აღვქვათ? მე ეს განცხადება წავიკითხე, სიმართლე გითხრათ, ორიგინალში არ მინახავს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ეხლა სანდრა ლულოსის მხრიდან ეხლა აღებული იარაღი, არ ვიცი ვის ჯერა ეხლა. შეგვიძლია რომ მოვისმინოთ ჩვენ ეს განცხადება და შემდეგ მიპასუხოთ, გნებავთ. მოვისმინოთ ერთად და შემდეგ მიპასუხეთ. თქო რეჟისორს რომ იქნებ გვაჩვენოს. მე მზადა ვარ, რომ ამ ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ავიღო იარაღი ხელში და ეს არის ხალხის ძალა. აი ესეთია მისი ფრაგმენტი იმ გამოსვლიდან, რომელიც მოისმინა ორი დღის წინ საზოგადოება. რა თქმა უნდა, აქ სხვა აზრი იყო, რომ ხალხში არის. კარგით, მე ხა ვის ჯერა, არ ჯერა, გასაგებია, შესაძლებელია ხა თუ კი ასე ვთქვათ, ჩასაფრებულები ვარ თქვათ, რომ ხა ნიკამელე და სანარულოზე იარაღს იღებენ და ხა უნდა გამოვარდნო. არა, თქვენ რომ არიღებთ თქვენი პოზიციიდან გამომდინარე, ეს გასაგებია. კარგით, უნდა დაგემშვიდობოთ, შემდეგი სტუმარი გველოდება. მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებთ თუ არ აპირებთ და გავლას ყველა იმ დეტალის, რაზეც ამ დღეებში იყო საუბარი. რა თქმა უნდა, შედგება ჩვენ შორის შეხვედრა, ვინაიდან ძალიან მალე უკვე შევალთ იმ ფაზაში, სადაც დაიწყება მთავარი საკვანძო ბრძოლა ქართულ ოცნებასთან, სადაც საზოგადოების აბსოლუტურმა უმრავლესობამ საბოლოოდ ეს პოლიტიკური ბაგირი უნდა გადმოუწიოს ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს და მაქსიმალური კონსოლიდაცია, მაქსიმალური ასე ვთქვათ, აუჩქარებელი, არაამჩატებული გადაწყვეტილებების მიღება გმართებს ყველას ერთად, ვინაიდან ჩვენ არ ვართ დავეკუთვნით საკუთარ რამდენად დაიჯერებს სააკაშვილი სხვა თემა ალბათ თქვენ სამ პათოს და განცხადებას. აუცილებლად არსებობს იმის შანსი, რომ თქვენ ვერ შეთანხმდეთ და აღმოჩნდეს წყალგამყოფი, თუნდაც ის, რომ მათ უნდათ მე ამ ბრძოლაში არ არსებობს. ამ ბრძოლაში მე ვარ შეგნებულად ჩართული 2014 წლიდან. 2014 წლიდან. და არავინ მაიძულებდა მე რომ 2014 წელს ჩავთვლილიყავი პოლიტიკაში, რო არა ქართული ოცნება ისეთი როგორიც არის, ხო? ამიტომ ეხა შეუძლებელი არის რომ ნებისმიერი კონფლიქტი თუნდაც არსებობდეს, დასრულდეს იმით, რომ განხეთქილება იყოს სახეზე ოპოზიციურ პარტიაში და ამით ჭრილი მივაყენოთ უზენაეს, ანუ ხალხის სურვილს ხელისუფლება შეიცვალოს. მადლობა, ნიკამელია საუბრობდა პირდაპირ ეთერში.